მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ საქართველოს გეოპოლიტიკაზე. საკმაოდ რთული საკითხი არის, რადგან ბევრი რამ იწერება, ბევრი რამ ითქმის ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, მის გეოპოლიტიკურ კურსზე თანამედროვე პერიოდში, მაგრამ მე ამ ვიდეოში მინდოდა მსგავსად წინა ვიდეოებისა, სადაც მე ვისაუბრე დიდ ქვეყნებზე და მათ ინტერესებზე, განმეხედა საქართველოს გეოპოლიტიკა უფრო ისტორიულ ჭრილში საუკუნეების, შეიძლება 1000 წლების განმავლობაშიც კი, რა შეიცვალა ძველი პერიოდიდან, შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და რა მსგავსობების დაჭერა შეგვიძლია ჩვენ, რათა გავიაზროთ სად მდებარეობს საქართველო, რა როლს ასრულებს ის რეგიონულ თუ მსოფლიო გეოპოლიტიკაში და რა არის ქვეყნის ინტერესი. ხო, პირველი მაინც ჩვენ უნდა დავაწყოთ გეოგრაფიით, ხო, რომ როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს. საქართველოს გეოპოლიტიკა დიდწილად განისაზღვრება, რა თქმა უნდა, მისი ადგილმდებარეობით, ქვეყნის ადგილმდებარეობით და საქართველოს ადგილმდებარეობა არ არის ცალსახად უარყოფითი ან დადებითი. მე ვიტყოდი, რომ ორივე კომპონენტის დაჭერა შეიძლება, როდესაც ჩვენ საუბრობთ საქართველოს ადგილმდებარეობაზე და ალბათ ის მთიანი ბარიერი, რომელსაც ჩვენ კავკასიონს ვეძახეთ, საკმაოდ დადებით როლს ასრულებდა ქვეყნის გეოპოლიტიკურ ცხოვრებაში, განვითარებაში, ხო, იმიტომ რომ მაინც კავკასიონი იცავდა ქვეყანას ჩრდილოეთიდან, სტეპებიდან, მომდინარე საფრთხესგან, ეს არის ძირითადად ნომადებისგან მომდინარე საფრთხე, რომელიც საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა და ხშირად ეგზისტენციალურ საფრთხესაც კი, ასე ვთქვათ, ახლო აღმოსავლეთსა თუ ხმელთაშუაზღვისპირეთში მდებარე სახელმწიფოებისთვის, იმპერიებისთვის და ამიტომაც სასახად შეიძლება ითქვას, რომ კავკასიონის ქედი მართლაც რომ დადებით როლს ასრულებდა საქართველოს გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ევოლუციაში, ხო? ამავდროულად საქართველო გარშემორტყმული იყო ორი ზღვით, შავი ზღვა, კასპია და ცალსახად შეიძლება ითქვას, შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ გარკვეულწილად ეს დადებითია, რადგან ზღვები შენ გაძლევენ საშუალებას, რომ გამოიყენო ვაჭრობისთვის, კომუნიკაციისთვის, სხვა შორს მდებარე ქვეყნებისთვის, მაგრამ აქ პრობლემა იმაში არის, რომ კასპიის ზღვა ტბა არის, ხოლო შავი ზღვა არის ზღვა, მაგრამ ის მაინც შეიძლება ჩაითვალოს ტბად, რადგან გარკვეულწილად ერთადერთი მცირე გასასვლელი, რომელიც მას აქვს ხმელთაშუა ზღვისპირეთისკენ, ისტორიის განმავლობაში ყოველთვის იყო სხვა ქვეყნების ხელში, რაც პრაქტიკულად ნიშნავდა იმას, რომ ამ თუ იმ ქვეყანას მოთამაშეს ძალიან მარტივად შეეძლოთ გასასვლელი ჩაეკეტათ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში და პირიქით და ამით პრაქტიკულად შავი ზღვა გადაიქცეოდა ჩაკეტილ ზღვად, ანუ ტბად პრაქტიკულად. ამას ფუნდამენტური მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს გეოპოლიტიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს გასასვლელი შავ ზღვაზე, საქართველო ვერ ჩამოყალიბდა მაინც კლასიკურ საზღვაო ქვეყნად. მიზეზი ამისი ზუსტად იმაშია, რომ შავი ზღვა მაინც ჩაკეტილი ზღვა არის, ეს ტბა არის პრაქტიკულად და საქართველოსთვის და ზოგადად ანუ შავი ზღვის აუზში მდებარე ქვეყნებისთვის ფლოტის ყოლა არ იყო
თუ არ ჩავთვლით მაგალითად ბიზანტიელებს, არ იყო პრიორიტეტი, ასე ვთქვათ. და მართლაც თუ გადავხედავთ ჩვენ შავი ზღვის ისტორიას, შავი ზღვის აუზში მდებარე ქვეყნებისთვის ქვეყნებს არ გააჩნდათ, ესე ვთქვათ, დიდი სამხედრო ფლოტი, რომლითაც ისინი მოახერხებდნენ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვაში გასვლას და იქ სიტყვაზე დაპყრობითი ოპერაციების გატარებას. თვითონ გეოგრაფია არ გაძლევდა შენამის საშუალებას და შესაბამისად ქართველი მეფეები თუ სხვა მმართველები ყოველთვის ხედავდნენ იმას, რომ როგორი შეზღუდულია მათი აქტივობის, ასე ვთქვათ, არეალი, ხო? მეორე მხრივ, ჩვენ ისტორიულად გვაქვს კასპია, რომელიც, როგორც ითქვა, არის კლასიკური ტბა და რომლის მეორე მხარესაც, ანუ ცენტრალურ აზიაში მდებარე სახელმწიფოები მიიჩნეოდნენ და დღესაც მიიჩნევიან კლასიკურ კონტინენტურ სახელმწიფოებად, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ პრაქტიკულად არ გააჩნდათ მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ინტერესი, რომ კასპიის ზღვაზე შეექმნათ ფლოტი. უბრალოდ ამის საჭიროება არ იყო, რადგან ხმელეთით გადაადგილება და ხმელეთით დაპყრობა ახალი ტერიტორიების ბევრად უფრო მოსახერხებელი იყო. მაშასადამე საქართველოს, რომელიც ჩრდილოეთიდან მეტნაკლებად დაცულია, ხოლო დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან არის გარშემორტყმული, ასე ვთქვათ, ორი ზღვით. მისთვის თავარი საფრთხე მაინც სამხრეთიდან მოდის. აი ეს არის ერთადერთი საზღვარი, რომელზედაც მთელი, ასე ვთქვათ, მთელი ყურადღება არის გადატანილი, რადგან საფრთხე მოდის იქიდან, პირდაპირ, ანუ უფრო, ასე ვთქვათ, მჭიდრო პოლიტიკური თუ კულტურული ურთიერთობებით ზუსტად იქიდან მომდინარეობს. რა თქმა უნდა, შავი ზღვითაც მიმდინარეობდა, ასე ვთქვათ, აქტიური ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან, ან შავი ზღვის აუზში, ასე ვთქვათ, მდებარე ქვეყნებთან, ან თუნდაც უფრო შორს ევროპულ ქვეყნებთან, ან თუნდაც ხმელთაშუა ზღვისპირეთთან, მაგრამ ეს მაინც შეზღუდული ხასიათის იყო იმასთან შედარებით, თუ რა მონაცემები გვაქვს ჩვენ, როდესაც ვეხებით საქართველოს ურთიერთობებს ახლო აღმოსავლეთთან, ანუ სამხრეთთან, საქართველოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიებთან. ანუ მთავარი საფრთხე საქართველოსთვის მომდინარეობდა სამხრეთიდან და არა ზღვებიდან, ზუსტად იმის და გამო, რომ შავი ზღვის აუზში არ იქმნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა შავი ზღვის გარშემო მთელი ტერიტორიების დაპყრობით. იყო რაღაც პერიოდის განმავლობაში ოსმალეთის იმპერია, რომელიც ცდილობდა, რომ აი ეს განეხორციელებინა, ანუ შავი ზღვის გარშემო მთელი ტერიტორიები დაეპყრო, მაგრამ 1000 წლების განმავლობაში თუ განვიხილავთ ჩვენ საქართველოს ისტორიას და მის, ასე ვთქვათ, ურთიერთობას შავი ზღვის აუზთან, დავინახავთ, რომ ეს რეგიონი მაინც შედარებით უფრო ღარიბი იყო ვიდრე ხმელთაშუა ზღვა. მან არსებული პოლიტიკური ერთეულები ნაკლებად იყვნენ დაინტერესებულები და ალბათ ნაკლები შესაძლებლობაც ჰქონდათ ცოდნაც, რომ შეექმნათ ძლიერი სამხედრო ფლოტები და რაც ნიშნავდა ერთ რამეს, რომ საფრთხე საქართველოსთვის ზღვიდან ნაკლებად მოდიოდა. კი, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ცნობა შუა საუკუნეებიდან მაგალითად, ან თუნდაც 18-19 საუკუნეებიდან, როდესაც იყო მცდელობები, რომ იმავე მაგალითად ოსმალების მიერ, ან მანამდე თუნდაც ვიკინგების მიერ, მცირე რაზმის მიერ, ვიკინგებისა, ესე ვთქვათ, შეეღწიათ საქართველოს ტერიტორიაზე და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ იყო ეგზისტენციალური საფრთხე, ანუ ეგზისტენციალური საფრთხე საქართველოს ზღვიდან არ უგრძნია. ეგზისტენციალური საფრთხე მოდიოდა ყოველთვის სამხრეთიდან, სანამ მერე უკვე 19 საუკუნიდან ან 18 საუკუნის ბოლოდან პრინციპში
უკვე ჩრდილოეთიდან მომდინარე საფრთხე, ანუ რუსული ექსპანსია, როგორ თანთქავს რეგიონს, რომელსაც ჩვენ დღეს სამხრეთ კავკასიას ვეძახეთ. შესაბამისად, აი მთელი ანუ ქართველი მეფეების თუ სხვა მმართველების მთელი ყურადღება გადატანილი იყო სამხრეთით საზღვრის დაცვაზე. ანუ გარკვეულწილად ეს ქმნიდა კომფორტს, რადგან 4-დან 3 საზღვარი საქართველოს ჰქონდა დაცული. კასპიიდან მტერი არ მოდის, შავი ზღვიდან ძალიან დაბალი რისკი არსებობს მტრის შემოსევისა, ხოლო ჩრდილოეთიდან თუ შენ ჩაკეტავ გადასასვლელებს, შენ მეტნაკლებად უსაფრთხო საზღვარი გაგაჩნია. ანუ ამ კუთხით საქართველოს კომფორტული გეოგრაფიული პოზიციონირება გააჩნდა ძველ დროს თუ შუა საუკუნეებში. მაგრამ პრობლემა ამ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან იყო ის, რომ საქართველო მაინც მოწყვეტილი იყო იმ მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრებს, როგორებიც იყო ახლო აღმოსავლეთი თუნდაც, ან ახლო აღმოსავლეთის შუაგული, ან თუნდაც თან ტერიტორია, რომელსაც ჩვენ კლასიკურად მესოპოტამიას ვეძახით, ან ირანს, ან მაგალითად ხმელთაშუა ზღვას, სადაც აქტიური ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები იყო ისტორიის განმავლობაში და კლასიკურად ითვლება, რომ ეს რეგიონები ბევრად დიდარი იყო და ალბათ ყველაზე მდიდარი რეგიონები იყო, ასე ვთქვათ, დასავლეთ აზიაში, ჩინეთის და ინდოეთის შემდეგ, შეიძლება ცენტრალური აზიის შემდეგაც. და გარკვეულწილად აი ეს გეოგრაფიული ჩაკეტილობა, რაც საქართველოს გააჩნდა, დადებით მხარეებთან ერთად ამ ასე ვთქვათ, ამ ადგილმდებარეობას მოქონდა ასევე ნეგატიური მხარეც. ნეგატიური მხარე, რადგან საქართველო იყო მოწყვეტილი მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცენტრებს. გეოგრაფიულად ის იყო სადღაცას ჩრდილოეთით ახლო აღმოსავლეთისგან, ხმელთაშუა ზღვისპირეთისგან და აი ეს დისტანცია, რა თქმა უნდა, ამცირებდა იმ ეკონომიკურ აქტივობას, რაც მოსალოდნელი იყო და რაც მიმდინარეობდა მაგალითად ხმელთაშუა ზღვისპირეთში ან მესოპოტამიაში. აი ეს ჩაკეტილობა გეოგრაფიული და ასევე არის აი მჭიდრო კავშირში ისეთ ცნებასთან, როგორიც არის პერიფერიულობა. ძალიან საინტერესო რამაა, რადგან საქართველო არასდროს არ იყო ცენტრი ამა თუ იმ იმპერიისა, რომელსაც სურდა, ასე ვთქვათ, რეგიონის დაპყრობა. მაგალითად, ავიღოთ ოსმალეთის იმპერია. ოსმალეთის იმპერიისთვის ეკონომიკური ცენტრი მაინც იყო ხმელთაშუა ზღვისპირეთი. შავი ზღვა იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ვერ შევადარებთ მას ხმელთაშუა ზღვასთან და მით უმეტეს ვერ შევადარებთ, ასე ვთქვათ, კავკასიაში ოსმალეთის ინტერესებს, იმ ინტერესებთან, როგორიც მას გააჩნდა თუნდაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ან როგორც ითქვა, ხმელთაშუა ზღვისპირეთში. შესაბამისად, საქართველო, იქნება ის დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველო, მე-15, მე-16, მე-17 თუ მე-18 საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიისთვის იყო გარკვეული პერიფერია, ეკონომიკური, პოლიტიკური, იყო საინტერესო რეგიონები, ეს გულისხმობ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო, გარკვეულწილად მნიშვნელოვანიც შეიძლება ითქვას, რადგან მაინც ოსმალები ცდილობდნენ განსაკუთრებით მე-16 საუკუნეში ან მე-17-ის დასაწყისში დაეპყროთ მთლიანად სამხრეთ კავკასია და ხელში ჩაეგდოთ ის მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები, რომლითაც ისინი მოახერხებდნენ ირანის, ასე ვთქვათ, გამოთიშვას მსოფლიო ვაჭრობისგან.
მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ოსმალეთისთვის დასავლეთ საქართველო თუ აღმოსავლეთ საქართველო მაინც უფრო პერიფერიულ ზონებს წარმოადგენდნენ. იგივე თქმა შეიძლება სეფიანთა ირანის ან ზოგადად ირანული დინასტიებისთვის, რომელიც ასე ვთქვათ, ათასწლეულების განმავლობაში მართავდნენ ირანს, ანუ მათთვის ეკონომიკური ეპიცენტრი მაინც იყო ტერიტორია, რომელსაც ჩვენ დღეს ერაყს ვეძახით, ანუ მესოპოტამია, შუამდინარეთი, სპარსეთის ყურე, იყო შემთხვევები, როდესაც თანამედროვე ავღანეთის და პაკისტანის ტერიტორიაც იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკურად, რადგან იმ ტერიტორიიდან, მაგალითად ყანდაარიდან შენ გადიოდი უკვე ინდოეთისკენ და ეს იყო უდიდესი სავაჭრო პოტენციალის მქონე დერეფანი, მაგრამ იყო შემთხვევები, რა თქმა უნდა, როდესაც აღმოსავლეთ საქართველო ფრიად საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი ირანელებისთვის, თუნდაც მაგალითად შახ-აბასისთვის, ხო? როდესაც ის ლაშქრობს მე-17 საუკუნის დასაწყისში ქართლსა და კახეთში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აღმოსავლეთ საქართველო ირანისთვის არ იყო ცენტრალური მნიშვნელობის, ასე ვთქვათ, საკვანძო მნიშვნელობის. ანუ მაინც ის იყო გარკვეულწილად პერიფერია ირანული ინტერესებისთვის. შედარებისთვის, რა თქმა უნდა, თუ ამას შევადარებთ ჩვენ ოსმალებთან, ირანი მაინც უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა აღმოსავლეთ საქართველოს, ამას მოწმობს უამრავი ლაშქრობა ირანელებისა, ცდილობა რომ აი ის ეკონომიკური ბაზა, რომელიც არსებობდა აღმოსავლეთ კავკასიაში ხელში ჩაეგდოთ, ეს იყო ცდილობები, უფრო მეტი ცდილობა იყო ირანელებისგან ვიდრე ოსმალებისგან, მაგრამ შედარებას თუ გავაკეთებთ ჩვენ, მაინც სამხრეთ კავკასია არ იყო პირველადი მნიშვნელობის ეკონომიკური კუთხით, ასე ვთქვათ, პირველადი მნიშვნელობის ირანელებისთვის. რაც ნიშნავს ასევე იმას, რომ ის გარკვეული პერიფერია იყო ირანელებისთვის. კავკასია და საქართველო გარკვეულ პერიფერიას წარმოადგენდა რუსული იმპერიებისთვისაც. მაინც რუსეთის იმპერია გულისხმობ რომანოვების იმპერიას ამ სახელმწიფოსთვის საკვანძო ეკონომიკური ცენტრები მაინც იყო დასავლეთ პროვინციები, ასე ვთქვათ, თანამედროვე უკრაინა, ბელორუსი, ბალტიისპირეთი, ხო? ცდილობები, რომ ასე ვთქვათ, კავკასია ჩამოეყალიბებინათ ეკონომიკური თუ ესე ვთქვათ, ინდუსტრიულ ცენტრად, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეს მონაცემები და მე-19 საუკუნეში რუსული, ასე ვთქვათ, იმპერიული მანქანა ნამდვილად ცდილობდა და მუშაობდა ამაზე, რომ სამხრეთ კავკასიიდან ჩამოეყალიბებინათ, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი, ანუ ეკონომიკური თუ ინდუსტრიული მოთამაშე, იყვანდნენ რკინიგზებს, გზებს, ქმნიდნენ ახალ, ასე ვთქვათ, ქარხნებს, ინდუსტრიებს, მაგრამ შედარებისთვის კავკასია ალბათ გეოპოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი იყო რუსებისთვის ვიდრე ცენტრალური აზია, მაგრამ ხარისხობრივად ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ვიდრე რუსეთის იმპერიის დასავლეთ პროვინციები. ანუ გამოდის, რომ საქართველო დიდი იმპერიებისთვის და აქ ჩვენ შეგვიძლია თემურლენგის იმპერიაც ჩავთვალოთ, მოგოლების იმპერიაც, ამ ყველა მოთამაშისთვის საქართველო არ იყო საკვანძო მოთამაშე, საკვანძო რეგიონი, საკვანძო ქვეყანა შეიძლება ასე ითქვას. მნიშვნელოვანი იყო რაღაცა პერიოდის განმავლობაში, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მიუხედავად აი ამ მრავალი ლაშქრობების, ან თუნდაც მაგალითად თემურლენგის შემთხვევაში
8 ლაშქრობა, თანამედროვე ეს თქოთ კვლევებში ამბობენ რომ მაინც შეიძლება 8 ლაშქრობა არ იყო და ნაკლები იყო, მაგრამ ჩავთვალოთ რომ 8 ლაშქრობა იყო. მაშინაც კი იგრძნობოდა რომ პაექრობა ქართულ მეფეებთან უფრო მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო, ან მაგალითად ცდილობა რომ გაეკონტროლებინა სავაჭრო გზები, ვიდრე რაღაცნაირი ხედვა ქონოდა თემურლენგს, რომ ესე ვთქვათ, აი სამხრეთ კავკასია ან კავკასიის რეგიონი დაეჭირა ისე დონეზე, რომ ეს რეგიონი ჩამოეყალიბებინა, გაიხადა, ასე ვთქვათ, ცენტრალურ ნაწილად, ცენტრალურ ელემენტად თავის მსხვილ იმპერიაში. მისთვის მაინც უფრო მნიშვნელოვანი იყო ცენტრალური აზია, მნიშვნელოვანი იყო ირანი, რადგან მან გადიოდა მსხვილი სავაჭრო გზები, ეკონომიკური ცენტრები მან მდებარეობდა და ამიტომაც კავკასია, განსაკუთრებით საქართველო, ქართული სამეფო იმ დროს, საუბრობ მე-15 საუკუნის დასაწყისზე, არ იყო ის დიდი მსხვილი ეკონომიკური მოთამაშე, რომლის გამოც თემურლენგს უღირდა, ასე ვთქვათ, მთელი თავისი იმპერიული ძალები და მთელი თავისი, ესე ვთქვათ, ყურადღება გადაეტანა სამხრეთ კავკასიაზე. რა თქმა უნდა, ეს ლაშქრობები, რომლის შესახებაც ჩვენ კარგად ვიცით, 8 ლაშქრობა შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ თემურლენგი ესე ვთქვათ, დაინტერესებულია ამ, ესე ვთქვათ, საქართველოთი, რა თქმა უნდა, ეს ასეა, მაგრამ აი მთლიანობაში რეგიონი, რა თქმა უნდა, ჩამორჩებოდა იმ მნიშვნელობას, რომელსაც ის ანიჭებდა სხვა რეგიონებს, როგორც თქვით, ცენტრალურ აზიას თუ ირანს. ამიტომაც აი ყველა ამ იმპერიული მოთამაშისთვის, იმპერიისთვის საქართველო მაინც იყო უფრო პერიფერია და აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, რადგან თუ შენ ხარ პერიფერია, ეკონომიკური, გეოგრაფიული პერიფერია, გეოპოლიტიკის გადმოსახედიდან, ასე ვთქვათ, შენ როგორც ქვეყანას ეს ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც ქვეყანა გაგიჭირდება გარკვეულწილად ერთ რომელიმე ფორმაციაში არსებობდა. და მართლაც საქართველოს ისტორია რა არის, რომ დამპყრობელი მოდის, ქმნის იმპერიას, საქართველო ხშირად ხდება ამ იმპერიის ნაწილი, ირიბად თუ პირდაპირ, მაგრამ მაინც ის ცდილობს, რომ გარკვეულწილად თავისი გეოპოლიტიკური ვექტორის შეცვალოს რადიკალურად, ხო? აქ არ არის საუბარი მხოლოდ დამოუკიდებლობის პოვებისთვის ბრძოლა, არამედ აქ საუბარი გვაქვს ჩვენ, რომ ერთი კონკრეტული გეოპოლიტიკური ვექტორი შეიცვალოს სხვა გეოპოლიტიკური ვექტორით. ანუ მიზეზი ამისი მაინც არის ის, რომ რადგან შენ ხარ ეს თქო პერიფერიული ამ ყველა მოთამაშისთვის და სხვათა შორის ეს დღესაც გარკვეულწილად ჩანს, რომ არც თურქეთისთვის, არც ირანისთვის და არც რუსეთისთვის, მით უმეტეს არც ევროკავშირისთვის ან ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, პრინციპში არც ჩინეთისთვის საქართველო არ არის ეს თქვათ ეგზისტენციალური მნიშვნელობის, შეიძლება ასე ითქვას. კი, ზოგი მოთამაშისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ალბათ რუსეთისთვის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მაგალითად რომელიმე სხვა ქვეყნისთვის, რომელიც მე დავასახელე, მაგრამ თუ შევადარებთ ჩვენ საქართველოს მნიშვნელობას და უკრაინის თუ რომ ან თუნდაც დღეს უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნების მნიშვნელობას რუსეთისთვის, ეკონომიკური, ინდუსტრიული კუთხით, ან წმინდა გეოპოლიტიკური კუთხით, დავინახავთ, რომ ეს დიდი ქვეყნები თუ რეგიონები, რა თქმა უნდა, ჩრდილავს სამხრეთ კავკასიას, კერძოდ კი საქართველოს თავისი მნიშვნელობით. აი ეს პერიფერიულობა საქართველოს ისტორიაში ნიშნავს იმას, რომ საქართველო ვერ იქნება, არ იყო და ვერ იქნება
ერთი რომელიმე მოთამაშის სრული გავლენის ქვეშ. არამედ შეეცდება ყოველთვის გაიხედოს სხვაგან და რაღაცნაირად დააბალანსოს სხვა ძალებით ეს კონკრეტული მოთამაში. იქნება ეს რუსეთის იმპერია, ოსმალეთის იმპერია, რომელიმე სხვა, ან თუნდაც დღეს რუსეთის ფედერაცია ან თუნდაც ევროკავშირი, საქართველოს ყოველთვის შეეცდება, ასე ვთქვათ, მოძებნოს სხვა მოთამაშეები, რომლითაც ის დივერსიფიცირებას მოახდენს თავის საგარეო პოლიტიკური პორტფოლიოს, თანამედროვე ტერმინი რო გამოვიყენოთ. ამიტომაც საქართველოს საგარეო პოლიტიკას თუ გადავხედოთ ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ რა თქმა უნდა მივეჩვიეთ იმას, რომ საქართველო არის რადიკალურად, ასე ვთქვათ, პროდასავლური სახელმწიფო, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მაგრამ საქართველოსთვის ეს 30 წელი, ანუ საქართველოს ისტორიისთვის არის პრაქტიკულად ძალიან პატარა პერიოდი. ჩვენ თუ გავიხილავთ ამას უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, როგორც ჩვენ შევეცადეთ, ხო, ამ ვიდეოში გაგვეკეთებინა, დავინახავთ, რომ რეალურად საქართველოს ყოველთვის უჭირდა ერთ კონკრეტულ მოთამაშესთან ყოფილიყო მხოლოდ. ის ყოველთვის ცდილობდა, რომ გაეხედა სხვაგან, ანუ ეს ეგრეთ წოდებული მულტივექტორული საგარეო პოლიტიკა, რაც დღეს ძალიან მოდურია, პრინციპში იყო დამახასიათებელი საქართველოს ისტორიისთვის 1000 წლების განმავლობაში. და მიზეზი აი ამ მრავალვექტორულობისა ზუსტად მის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობაშია, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ. და დავასკვენით, რომ თვითონ აი ეს პოზიცია, ეს ადგილმდებარეობა ქვეყნის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ აქ ერთი რომელიმე კონკრეტული მოთამაშე გაბატონდეს დიდი ხნით. და რა თქმა უნდა, ეს ამავდროულად აძლევს ადგილობრივ მოთამაშეებს, ანუ აი ამ კავკასიაში, სამხრეთ კავკასიაში არსებულ მოთამაშეებს და განსაკუთრებით საქართველოს, გაიხედონ სხვაგან. და ამით, ასე ვთქვათ, დააბალანსონ თავისი საგარეო პოლიტიკა. ანუ ეს მრავალვექტორული პოლიტიკა, რომელსაც დღეს საქართველოს აწარმოებს, გულისხმობ თანამედროვე საქართველოს, ეს მაინც არის დაფუძნებული იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც პრინციპში ქვეყანას 1000 წლების განმავლობაში გააჩნდა. და რა თქმა უნდა, იმ გეოგრაფიაზე, რომელიც უცვლელი ფაქტორი, უცვლელი და ამავდროულად ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისა და ზუსტად ეს გეოგრაფია არ აძლევს საქართველოს საშუალებას ერთ რომელიმე კონკრეტულ გეოპოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ერთეულში ამოყოს თავი. იქნება ეს ჩრდილოეთით რუსეთთან, იქნება ეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან, თუ ევროკავშირთან, ან ჩინეთთან, ან მით უმეტეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ყველა მოთამაშისთვის საქართველოს ან არის ძალიან შორს, ან თუ ახლოს არის გეოგრაფიულად, მაგრამ არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ეკონომიკურად, რომ მათ შეძლონ ისეთი რამე შესთავაზონ საქართველოს, რომ საქართველოს მათთან იყოს, ასე ვთქვათ, სრულად გეოპოლიტიკური კუთხით. აი ეს დადებითი და ამავდროულად უარყოფითი მხარეები, რაც საქართველოს გეოგრაფიას გააჩნია, შეიძლება ზუსტად ეს იყო იმის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზიც, თუ რატომ მოახერხა ქვეყანამ აი ამ 1000 წლების განმავლობაში თავის გადარჩენა. პრაქტიკულად აი ეს დუალისტური შეიძლება ითქვას მიდგომა გეოგრაფიისადმი, ან
გეოგრაფიის, ასე ვთქვათ, დუალისტური გავლენა საქართველოზე იყო, ასე ვთქვათ, უარყოფითიც და იყო დადებითი.